საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, სამართალდამცველების დაუსჯელობა, პატიმრების გაშიშვლებისა და ბუქნების კეთების პრაქტიკა, პოლიციელების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებულების შეურაცხყოფა პოლიციის ავტომობილებში. წავე ანგარიშ სახალხო დამცველი ქართული ოცნების პარლამენტში წარადგენს. დოკუმენტში ლაპარაკია გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილის, გიორგი მაისაშვილის შემთხვევებზე, როცა მისი თქმით აუცილებელია გაგრძელდეს გამოძიება და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. სერიოზულ გამოწვევებს შორის ომბუდსმენი კვლავ ასახელებს ბავშვთა სიღარიბეს, რისი რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ლევან იოსელიანი ანგარიშს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კითხულობს. ნინი ბალანჩივაძემ მოისმინა ანგარიშის მთავარი აქცენტები და პირდაპირ ეთერში მოგვიყვება მათ შესახებ. გეტყვით იმას, რომ ამ წუთებში ლევან იოსელიანი ანგარიშთან დაკავშირებით პასუხობს დამატებით კითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე არის სახალხო დამცველი მისული და ის სწორედ უპასუხებს დამასუსტებელ კითხვებს მის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოისმინა საზოგადოებამ მოისმინეს ქართული ოცნების დეპუტატებმა და საკმაოდ მძიმე არის ის ჩანაწერები, რომელიც გვხვდება ამ საანგარიშო პერიოდში. საუბარია 2025 წელთან დაკავშირებით. ლევან იოსელიანი ანგარიშში წერს არასათანადო მოპყრობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების მანქანებში, ასევე იზოლატორებში. ანგარიში საუბარი არის იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკასთან დაკავშირებით, თუ როგორ ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს და მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. საუბარი არის გაშიშვლებაზე, ბუქნების კეთებაზე, რაც პირდაპირ კანონდარღვევად მოიხსენიებს ამ ყველაფერს ლევან იოსელიანი. ის საუბრობს, რომ საანგარიშო პერიოდში საუბარი არის 2025 წელთან დაკავშირებით, სულ მოინახულა სახალხო დამცველის აპარატმა 573 დაკავებული პირი აქციების მიმდინარეობისას და მათ შორის 302 საუბრობდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და 194 მათგანს აღენიშნება დაზიანებები. იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მაღალი არის მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში, სწორედ ამ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და სახალხო დამცველის აპარატს უწევს რეაგირება ძალიან ბევრ შემთხვევაში. საკმაოდ მძიმე და საკმაოდ კრიტიკული არის ის ანგარიში, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში უკვე დამაზუსტებელ კითხვებს უსვავენ ლევან იოსელიანს და ამის შემდგომ უკვე საინტერესო არის რა იქნება ქართული ოცნების გამოხმაურებები იმ წევრებისა, ოცნების დეპუტატებისა, რომლებიც ესწრებიან მათ შორის ამ კომიტეტს და ისმენენ ამ მძიმე ჩანაწერებს. დაკავებულებთან, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რამდენიმე შემთხვევაში პოლიციელების მიერ პირის, მათ შორის არასრულწლოვანის დაკავებისას, ძალის გადამეტებისა და დაკავების შედეგად ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. კერძოდ, როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანებსა და ადმინისტრაციულ შენობებში მყოფ დაკავებულ პირებს პოლიციის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვის შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე, რის შედეგადაც დაკავებული პირები ზოგჯერ სხეულის დაზიანებასაც იღებდნენ. 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორებში პენიტენციურ დაწესებულებებში მოვინახულეთ იმდენივე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი. საანგარიშო წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვნების, პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულების დებულებებს, არამედ დამამცირებელი მოპყრობას წარმოადგენს. სახალხო დამცველის ანგარიში, აპარატის ანგარიში ათასობით გვერდისგან შედგება და მათ შორის აქ საუბარი არის გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით, დაუსჯელ სავარაუდო დამნაშავეებთან დაკავშირებით, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასთან მიმართებით და ლევან იოსელიანი ანგარიში წერს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, დეტალური გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ამ სავარაუდო დანაშაულებს. მათ შორის ის საუბრობდა, როგორც ვიათ, მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე გურამ როგავას кейსებთან დაკავშირებით 5 პირი დაკავებულია უკვე ამ საქმესთან, ძალადობასთან დაკავშირებით, სწორედ სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ ამ პირებს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი და გამოძიებები უნდა გაგრძელდეს ყველა ასეთი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში და ბოლომდე უნდა მივიდეს ეს საქმეები და ასევე ის საუბრობს ამ ანგარიში ლევან ხაბეიშვილის кейსთან დაკავშირებით, როდესაც მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეზღუდებოდა არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის საშუალება. ანგარიშის წარმოდგენის დროისთვის 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების
კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისამართლებელი დევნა არც ერთი სამართალდამცემის მიმართ არ იყო დაწყებული. 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ ბროგაუს მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმენს და დაცვის პოლიციის ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინათ. მნიშვნელოვანია აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდეს და მიმდინარე სისხლისამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საანგარიშო პერიოდში დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის შესწავლის შედეგად, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობის პერიოდში შეეზღუდა გარე სამყაროსთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება. ლევან იოსელიანი ასევე ანგარიშში აკრიტიკებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს, იმ კანონებს, რეპრესიულ კანონებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა, მათ შორის აქ საუბარი არის შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე, საუბარი არის იმაზე, რომ არათანაბარი ნორმები არის ამ შემთხვევაში გამოყენებული და არათანაბარი უფლებები ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ქართულმა ოცნებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკვე ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ მოქალაქეებს. ლევან იოსელიანი კი ანგარიშში ხაზგასმით წერს იმას, რომ ეს არის არათანაბარი, როდესაც პირველ შემთხვევაში ადამიანებს აკავებენ ადმინისტრაციული წესით, შემდგომ უკვე სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება მათ წინააღმდეგ და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა ქვეყანაში. ბატონ რატის განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ასევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება ხალხის სავალ ადგილს ან ხალხის მოძრაობას აფერხებს. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლოს ხდომების საჯაროობის პრინციპი და შესაბამისად მართლმსაჯულების ქვეყნობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა. 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანადობრივი და განთავისუფლების ფაქტები, რაც სავარაუდოდ მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდება. ლევან იოსელიანმა ოცნების პარლამენტში ანგარიში დაიწყო ოკუპაციაზე გამოწვევებზე საუბრით, მათ შორის მან ისაუბრა უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ასევე ანგარიში საუბარი არის ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით და მოყვანილი არის კონკრეტული ციფრები, რომ 2025 წლის მონაცემებით სოციალურ დაუცველთა ოჯახის ბაზაში ირიცხება 319,947 ბავშვი. ამ წუთებშიც გრძელდება კომიტეტზე იოსელიანის მოსმენა, მას როგორც უკვე გითხარით, მასთან აქვს დამაზუსტებელი კითხვები ამ ანგარიშთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე რა პასუხები ექნებათ როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ესწრებიან ამ კომიტეტს, მათ შორის ოცნების დეპუტატებს, ამას უკვე მომდევნო გამოშვებაში